რა არის სტოპ-ლოსის დანიშნულება, როგორ უნდა დააყენო სტოპ-ლოსი და როდის უნდა აწიოს სტოპ-ლოსი მაღლა. მეგობრებო, ამ ვიდეოში განვიხილავთ ყველაფერს სტოპ-ლოსის შესახებ, თუ რატომ აყენებ მას, ან როგორ აყენებ მას და რაზე უნდა გამოვხილო ყოველთვის ყურადღება და როდის უნდა აწიო ხოლმე სტოპ-ლოსი მაღლა, ენტრიში ან თუნდაც პროფიტში. მოდი გადავიდეთ ახლა მეგობრებო ვიდეოზე და განვიხილოთ ეს ყველაფერი დეტალურად, მაგრამ სანამ გადავიდოდით ჩარტებზე მეგობრებო, მინდა გითხრათ უბრალოდ სტოპ-ლოსის განმარტება რა არის სტოპ-ლოსი? სტოპ-ლოსი არის, რომ გადავთარგმნოთ სიტყვასიტყვით, ნიშნავს stop losing. ანუ შეწყვეტა თანხის დაკარგვა. და შენ სტოპ-ლოს აყენებ იმიტომ, რომ თუ შენმა ტრეიდმა და შენმა გეგმა არ გააკეთა ის, რაც გეგონა რომ ის გააკეთებ და მაშინ შენ აღარ გინდა რომ ამ ტრეიდში იჯდე და გირჩევნია გამოხვიდე იმ განსაზღვრული დანაკარგით, რაც განსაზღვრებდი რომ მთლიანი პორტფოლიო დაკარგო. ამიტომ აუცილებელი არის ყოველთვის რომ ივაჭრო სტოპ-ლოსით. თუ შენ ვაჭრობ სტოპ-ლოსის გარეშე, ალბათ ჩემი დადასტურებაც არ იქნება საჭირო, შენ თვითონ მოგეცოდინება რომ ეს არის ჩვეულებრივი გემბლინგი და შენ ამით მხოლოდ და მხოლოდ კარგავ ფულს. ერთადერთი როდესაც შეგიძლია შენ სტოპ-ლოსით ვაჭრობა არის ის რომ როცა შენ აკეთებ რაიმეში ინვესტიციას long term-ზე ან თუნდაც ისე ვთქვათ mid term-ზე, ანუ საშუალო term-ზე. მოდი ახლა გადავიდეთ მეგობრებო ჩარტებზე და მოდი განვიხილოთ თუ რა როგორ საზღვრავს სტოპ-ლოსი. მე ყოველთვის ამბობ რომ სტოპ-ლოსი არ უნდა განსაზღვრო უბრალოდ ის რომ აი ჩემი სტოპ-ლოსი უნდა იყოს მაქსიმუმ 1%. არა, შენ ტრეიდში თუ დაკარგავ თანხას, ანუ თუ გაისტოპე, მაგ შემთხვევაში უნდა დაკარგო 1%, მაგრამ მე განეშნავს იმას, რომ შენ თუ ტრეიდში აქ შეხვედი, შენ გინდა 1%-იანი სტოპ-ლოსი და შენ უყურებ, რომ აი აქ იყოს 1%. და იმ შემთხვევაში თუ 1%-ია, მაგ შემთხვევაში შენ კარგავ 1%-ს და შენი რევარდი იქნება აქ და ანუ გააკეთებ 4-ჯერ მეც. არა მეგობრებო, ესე არ არის. არ აქვს მნიშვნელობა აქ 0.5%, 0.5% გეყენება 0.2 თუ 5%-იანი სტოპ-ლოსი. მთავარი არის ის, რომ როცა გაისტოპები, შენ მაგ შემთხვევაში დაკარგო შენი საფულის 1% და ეს ანიშნავს იმას, რომ შენ უნდა გქონდეს 1%-იანი ესე ვთქვათ სტოპ-ლოსი. თუ როგორ უნდა გამოგაშო შენი ტრეიდი და გაიგო რომ ანუ რამდენი თანხით უნდა შეხვიდე იმის რომ დაკარგო 1%. ამისთვის ძალიან ბევრი ვიდეო მაქვს ჩაწერილი მეგობრებო და შეგიძლია კიდევაც გამოიყენოთ ის კალკულატორი, რომელიც არის ვაჭარის საიტზე და ვაჭარის ლინკს მეგობრებო იხილავთ აღწერებში. როგორ ყენდება ესე ვთქვათ სტოპ-ლოსი. ნახეთ მეგობრებო, სტოპ-ლოს აყენებ იმ შემთხვევაში, როცა შენ ესე ვთქვათ, ანუ ის გავიარეთ უკვე რომ იმ შემთხვევაში აყენებ სტოპ-ლოსს, რომ თუ შენი გეგმა არ განხორციელდა ისე როგორც ფიქრობდი, მაგ შემთხვევაში გაისტოპო და შენ დაიღო შენი დანაკარგი. მაგრამ რისი დაფარვა გინდა შენ ამ სტოპ-ლოსით და რა გინდა რომ დაიცვა? ანუ შენ სტოპ-ლოსით იცავ რამე კონსტრუქციას, ხო? მოდი ახლა მე დაგიხაზავთ კონკრეტულ კონსტრუქციას, იმის რომ ჯერ ადვილად გაიგო და შემდეგ ახლა ლოკალურად მოგცემთ მაგალითს. ვთქვათ რომ ჩვენ ვართ ესეთ აღმავალ ტრენდში და ჩვენ ვაგრძელებთ აღმავალ ტრენდს. შენ მაგალითად შეხვედი აქ ენტრიში, ანუ შენ აქ აიღე აქ ენტრი და სად დააყენებ შენ ახლა სტოპ-ლოსს? შენ რა თქმა უნდა სტოპ-ლოსი გინდა დააყენო აი აქ. ან შეიძლება აქაც იყოს ქვემოთ თუ დაბალ ტაიმ ფრეიმზე რაიმე კონსტრუქცია იყო, ხო, მაგრამ ამ ყველაფერს განვიხილავთ მალე. მაგრამ ადვილად რომ ავიღოთ, შენ გინდა სტოპ-ლოსის დაყენება აქ და რისთვის გინდა აქ რომ დააყენო სტოპ-ლოსი? იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ შენ მაგალითად აქ ვიყავით, ხო, შენ აქ შეხვედი ტრეიდში, აქ დააყენე სტოპ-ლოსი. ხო, იმ შემთხვევაში თუ აქ არ შეინარჩუნა ფასმა ესე ვთქვათ სიმაღლე და არ წავიდა მაღლა, მაშინ ეგ ნიშნავს იმას, რომ ბაზარი გააკეთებს lower lows, ანუ ეს ამ low-ზე lows გააკეთებს და შემდეგ შესაძლებელია ბაზარი შემოუტრიალდეს და წავიდეს შენ და საპირისპიროდ. ანუ შენ stop-loss დებ ამ high-ზე, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ ტრენდი შემოუტრიალდა და შენ ესე ვთქვათ გააკეთე lower low, მაგ შემთხვევაში ესე იგი ტრენდი ტრიალდება და შენი ტრეიდი აღარ არის ლეგიტიმური, აღარ არის აქტიური და შენ გინდა რომ ამ ტრეიდიდან რაც შეიძლება მალე გამოხვიდე, მაგრამ შენ არ გიწევს ფიქრი თუ როდის უნდა გამოხვიდე, იმიტომ რომ შენ აქ გიყენია სტოპ-ლოსი და იმ შემთხვევაში თუ ბაზარი არ წავიდა იქ საერთოდ ფიქრობ რომ წავიდეს, მაგ შემთხვევაში შენ ისტოპები. კიდევ ერთხელ რომ ახსნათ მეგობრებო, ვთქვათ რომ ბაზარი გამოიყურება ესე, სად გინდა შენ ენტრის აღება? ენტრის აღება გინდა აქ
და სად გინდა stop loss-ი დააყენო? Stop loss-ი გინდა დააყენო აი აქ ქვემოთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ გავაკეთეთ lower low მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ შეიძლება ბაზარი წავიდეს ჩვენას აპირისპიროდ და დაიწყო დაღმავალი ტრენდი. ანუ შენ აქ იღებ entry-ს, შენ stop loss-ი გიყენე და მე ბაზარი მიდის მაღლა, თუ ბაზარმა გააგრძელა მაღლა და მაღლა სვლა, ეგ ნიშნავს იმას, რომ შენი ესე ვთქვათ ტრეიდი გამოვიდა, რაც გქონდა ჩაფიქრებული ის გამართლა და ბაზარი მიდის მაღლა. შემდეგ არის მეორე რამე, მეგობრებო, შემდეგ არის stop loss-ის მენეჯმენტი, როდის უნდა გადააწიო stop loss-ი მაღლა და რა დროს უნდა გადააწიო. ნახეთ ახლა რა ხდება, ამ შემთხვევაში შენ შეგიძლია თქვა, რომ აი მე stop loss-ი მომაქვს ძალიან აგრესიულად, იმიტომ რომ თუ ესე ვთქვათ შეიცვალა კონსტრუქცია, მე ისევ მირჩევნია ტრეიდიდან გამოვარდე მაქსიმალურ მოგებაში, იმიტომ რომ მე ბაზარი შეიცვლება და მე ესე ვთქვათ, მე ვნახავ დანაკარგს, ხო, ან ვერ გავაკეთებ იმას, რამდენიც შემიძლია ახლა გავაკეთო, თუ stop loss ავწევ მაღლა. რას ვაკეთებ მე კონკრეტულად და რას უყურებ ხოლმე, ესე ვთქვათ, როცა ტრეიდში ვზივარ ხოლმე. მოდი ახლა გადავიდეთ მეგობრებო ჩარტებზე, მაგრამ საშუალოდ გეტყვით აქვე, რომ take profit მეორეს შემდეგ ხშირ შემთხვევაში უკვე ჩემს stop loss ვწევ ხოლმე break even-ში. იმასაც გააჩნიათ, როგორი კონსტრუქცია არის, მე ვერ გადავწყვეტ, სად უნდა ავწიო stop loss-ი, კონსტრუქცია მიწვიტავს, თუ სად უნდა ავწიო მე ჩემი stop loss-ი. მაგალითად, რომ ავიღოთ მეგობრებო, live stream-დანაც ვიცით, რომ აქ იყო საინტერესო long-ი swing-ისთვის, stop loss-ი მეყენა აი აქ მაგალითად. და მოდი ახლა განვიხილოთ stop loss, ანუ იმასაც გააჩნია, რომ შენ ხარ long term swing trade-ში თუ day trade-ში, იმიტომ რომ stop loss-ის მენეჯმენტი აქაც სხვანაირად არის. მოდი ახლა განვიხილოთ ეს. და ვთქვათ, რომ ჩვენ აქ შევედით swing trades. ანუ ლოკალურად ახლა განახებთ swing trades-ას და day trades-ას და განახებთ თუ როგორ მოვიქცევოდი მე stop loss-ის შემთხვევაში. ნახეთ, ანუ stop loss-ი მიყენია ესე, ნახე stop loss-ი არის 2%-იანი, მაგრამ მე განიშნავს იმას, რომ თუ გავისტოპე, მე დავკარგავ 2%-ს. მოდი დავიღოთ და ვთქვათ, რომ ეს არის 2% და მაქვს მაგალითად $1000. თუ მაქვს $1000 და $1000 შევიდე და გავისტოპე, რა თქმა უნდა, ვკარგავ 2%-ს. ხო, მაგრამ მე მინდა დავკარგო 1%. ამ შემთხვევაში ახლა ზეპირად შემიძლია გამოვიანგარიშო, იმიტომ რომ დამგვარებული ფასებია. და $1000-ის მაგალითად $500 თუ შევიდე და დავკარგო შემდეგ 2%, დავკარგავ მხოლოდ $100-ს, რაც გამოდის, რომ ეს არის $1000-ზე $100. ასე რომ მეგობრებო, უკაცრავად $10 და $20. $500-ზე თუ დავკარგე 2% გამოდის $20. უკაცრავად $10, რაც გამოდის, ასე ვთქვათ, $1000-ზე 1%, $10, ხო? მაგრამ $1000 თუ შევიდოდი და დავკარგავდი 2%-ს, გამოდის, რომ მე დავკარგე $20, რაც არ უნდა. მე მინდა რომ დავკარგო მაქსიმუმ $10. და შეგიძლია ეს ყველაფერი გამოიანგარიშო, რა თქმა უნდა, ვაჭერის კალკულატორზე. ვთქვათ, რომ ჩემი რევარდი მოდის აქამდე, ანუ მე ვატარგეტებ all time highs და აქ მინდა გავყიდო უკვე ყველაზე დიდი ნაწილი. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო. პლუს მინუს როცა მე 1-1-ში ვარ ხოლმე ვაფიქსირებ 20-დან 25% მოგებას და ესე უბრალოდ higher-ზეც არ შეიძლება თქვა, რომ აი 1-1-ზე რო იქნება ან 2-2-ზე, მაშინ დავაფიქსირებ მოგებებს. რა თქმა უნდა გადახვიდე ესე ვთქვათ მაღალ და double time frames და უნდა შეხედო კონსტრუქციებს. ანუ სად იყო ჩვენი ბოლო drop-off-ი? ჩვენი drop-off-ი იყო აი აქ. ანუ ამ ადგილმა ჩვენ წამოგვიყვანა local low-ზე, სადაც ჩვენი ტრეიდი შევძლო. ხო, ანუ ეს არის ძალიან საინტერესო ლეველი, სადაც შეგვიძლია ჩვენ დავაფიქსიროთ stop პირველი take profit. ჩვენ აქ ვაფიქსირებთ მაგალითად პირველ take profit-ს, რომელიც არის 1-1-ზე მეტი, რაც იდეალური არის. ამ შემთხვევაში ვაფიქსირებ ხოლმე 20-25% მოგებას. და რისთვის არის ხოლმე მეგობრებო პირველ take profit-ი? პირველ take profit-ი არის ყოველთვის იმისთვის, რომ შენ რისკი, ესე ვთქვათ, შენი risk management-ი არის. ეს პირველი take profit-ი არ არის take profit-ი, ეს არის risk management-ი, იმიტომ რომ იმ შემთხვევაში თუ შენ ამ პირველ take profit-ის მერე გაისტოპე, შენი საფულის 1%-ის მოგება კარგავ მხოლოდ 0.5%-ს. ანუ წარმოიდგინე რომ შენ თუ ხარ non-volume trader და აკეთებ გაქვს 40%-იანი ან 50%-იანი limit-ი, ესე იგი იმ 50%-დანაც რომელ ტრეიდებსაც არ გამოგდის და აგებ ესე ვთქვათ, იმ 1%-ის მაგალითად ხშირ შემთხვევაში შეიძლება 0.5%-იც დაკარგო ხოლმე იმ შემთხვევაში თუ პირველ take profit-ის მერე გაისტოპები ხოლმე, ამიტომ ამასაც დიდი გავლენა აქვს ხოლმე მეგობრებო თქვენს win rates. ანუ პირველ take profit-ი ჩემთვის არასდროს არ არის take profit-ი, ეს არის უბრალოდ რისკების მენეჯმენტი და თუ გავისტოპეთ პირველ take profit-ის შემდეგ გავისტოპები უფრო ნაკლებ თანხაში, ვიდრე აქამდე მქონდა განსაზღვრული, რაც რა თქმა უნდა ძალიან კარგი არის. შემდეგი take profit-ი მეგობრებო აქ მაგალითად მიყენია აი აქ.
შეგვიძლია კონფირმაცია წამოვიღოთ ეს ვიკი, წამოვიღოთ ეს ვიკი და ხედავთ რომ არის ძალიან საინტერესო ადგილი იმის რომ მაგ დავაფიქსიროთ. მეორე take profit-ი, მეორე take profit სხვადასხვა არის პლუს მინუს 2.26-ზე, რაც უკვე ნიშნავს იმას, რომ მე აქ უკვე ავფიქსირებ მოგებას. ანუ ჩემი მეორე take profit-ი არის უკვე მოგება. ხშირ შემთხვევაში მე ვარ take profit-ის შემდეგ მეგობრებო მე უკვე ვწევ ხოლმე ჩემ ასე ვთქვათ stop loss ან profit-ში ან break even-ში. აქ თუ ეგ ნიშნავს იმას, რომ break even-ში ამოვიწი, ანუ თუ გავისტოპე, აღარ ვკარგავ მე ჩემ კაპიტალს, კარგავ მხოლოდ იმ თანხას, რომელიც ახლა მწვანეში და მოგებაშია, ხო? მაგრამ სად უნდა აწიო ხოლმე შენი stop loss-ი? ეხლა მაგალითად აქ ვერ განსაზღვრა მე თუ სად უნდა ავწიო ჩემი stop loss-ი, ეხლა აქ swing trade-ში რომ ვზივარ, იმიტომ რომ აქ არ არის ჯერ კონსტრუქცია არანაირად წარმოქმნილი და ვერ გეტყვით თუ სად შეიძლება stop loss-ი ავწიო. მაგრამ შემიძლია განახოთ ახლა ლოკალური ტრეიდი, რომელშიც მე ვიჯექი, day trade-ში ვიჯექი, სადაც გავისტოპე profit-ში, იმიტომ რომ ჩემი stop loss-ი ავწიე მაღლა. და რომელი ტრეიდი იყო ეს მეგობრებო, ეს ტრეიდი განხილულებს ქონდა live-ში, წინა შაბათის live-ში. და ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო აქ. ჩვენ მქონდა აქ 1 საათიანი დროპ-ოფი, რომლის გარღვევასაც ველოდებოდი, გაირღვა. შემდეგ გადავედი low time frame-ზე, low time frame-ზე ვხედავდი რომ 15 წუთიანი კონსტრუქცია გაირღვა, რაც რა თქმა უნდა არის სიძლიერის ნიშანი და შემდეგ ასე ვთქვათ, ჩემი entry წამოვიღე AM liquidity-დან და მომეწონა ეს იღლია ტრეიდის ასაღებად, აი ეს იღლია და სად დავაყენე ჩემი stop loss. ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, როცა შენ stop loss აყენებს ადმე, ნახე, ხო შეიძლება რომ ესეთი stop loss-ი დავაყენო, ან ესეთი stop loss-ი დავაყენო, ან ესეთი stop loss-ი დავაყენო, ხო? არსებობს სხვადასხვანაირი stop loss-ები, არსებობს level 1 stop loss-ი, level 2 stop loss-ი, level 3 stop loss-ი. ხშირ შემთხვევაში level 1-ს არ ვაყენებ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან ადვილი არის ხოლმე გასტოპვა და ხშირ შემთხვევაში level 1 stop loss-ზე ბევრი სტოპება ხოლმე, ამიტომ მე ვირჩევ double time frame-ზე გადავდივარ ხოლმე და ვუყურებ კონსტრუქციებს და რას ნიშნავს კონსტრუქციებზე ყურება, ნახეთ მეგობრებო რა ხდება. ანუ ეს იყო გასატესტი ადგილი, ეს იყო გასატესტი ადგილი, ეს იყო გასატესტი ადგილი და ეს იყო კიდევ გასატესტი ადგილი. ანუ თვალს შეიძლება აქამდეც ჩამოსულიყო, ანუ არ იყო პრობლემა, ამის შესაძლებლობა იყო. ამიტომ მე მსურდა რომ მე დამეფარა ეს ანუ ამას თავისთავად დავფარებდი stop loss, მაგრამ ეს არ მომწონდა, მარტო ეს რომ დამეფარებინა, იმიტომ რომ აქ იყო ცარიელი ჰაერი, რომელიც შეიძლება და ჩვეულებრივად გატესტილიყო და მე მგონი ახლა ვხედავთ რომ გაიტესტა, კი ბატონო, აი ნახეთ ჩვეულებრივად გაიტესტა ეს ჰაერიც. ნახეთ ახლა რა ხდება. ანუ მე მინდოდა ამ ჰაერის დაცვას და stop loss ვაყენებ, იმიტომ რომ ეს კონსტრუქცია დავიცვა და რას ნიშნავს ეს კონსტრუქცია დავიცვა? ანუ ფასი თუ ჩამოვა აქამდე, მე მინდა რომ ჩემი ტრეიდი დავიცვა, ეს კონსტრუქციას დავიცვა და არ გავისტოპო. ანუ შემიძლია ავირჩიო რომ მე stop loss ვაყენებ ან აი აქ, ან აი აქ. მე ახლა მაგალითად დავაყენე აი აქ. ანუ შეიძლება და აქაც დამეყენებინა, მაგრამ მე დავაყენე ამ ჯერზე. ცოტა აგრესიულად, ანუ აგრესიულად არ იყო, ეს იყო level 2 stop loss-ი და მე აღარ მინდა რომ ფასი ჩამოსულიყო აქამდე, იმიტომ რომ ფასი აქ უკვე პლუს მინუს იყო. მით უმეტეს აქ ვიკებით, უფრო მაღალ time frame-ზე ვიკებით ერთმანეთს ვტესტავთ, ანუ ეს კონსტრუქცია უკვე გაიტესტა და მე აღარ მინდა აი აქ ჩამოსვლა, იმიტომ რომ ჩვენ აქამდე თუ ჩამოვალთ, ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვექნება ესე ვთქვათ, ეს ტრენდი და ტრეიდი იქნება ძალიან უძლური და მიჩვენოდა რომ ამ ტრეიდიდან გამოსულიყავ. სად მიდიოდა ჩემი take profit-ი მეგობრებო? აქაც გეტყვით იმას, რომ ანუ ჩემი take profit-ი, სადაც პირველი take profit-ი იყო swing trade-ზე, იყო მთლიანი ჩემი profit-ი. ანუ ნახეთ swing trade-ი რომ მაგიხსენით, აქ ხო პირველი take profit-ი დავაფიქსირე 20%, მაგრამ ამ ჩემ day trade-ზე ჩემი მთლიანი ტრეიდის ტარგეტი იყო აი ეს level-ი და კონფირმაცია თქვა მეგობრებო. აი ეს ბოლო, ესე ვთქვათ, ვიკი. გავაკეთოთ ესე, რასაც ხედავთ რომ იდეალურად გაიტესტა და ტრეიდი იყო პლუს მინუს 2.8-ზე, რა თქმა უნდა. გზადაგზა take profit-ებს რა ფიქსირებ, ეს reward-ი უფრო მცირე ხდება, მაგრამ თავარი არის რომ შენ ხარ პლუსში და ყველა მიცის რომ მე ყოველთვის ვტოვებ ხოლმე ტრეიდის 20-30%, იმ შემთხვევაში თუ ტრეიდმა გაარღვია და წავიდა მაღლა, იმ შემთხვევაში შეიძლება იმ 20%-მა გააკეთოს იმაზე დიდი მოგება, ვიდრე მთლიანმა ტრეიდმა. ამიტომ ეს არის ჩვეულებრივად ტრეიდის მენეჯმენტი ხოლმე მეგობრებო. ეხლა ნახეთ რა ხდება მეგობრებო, ჩემი პირველი take profit იყო აი აქ. მეორე იყო აი აქ. და მესამეც იყო მეგობრებო აი აქ და შემდეგ მქონდა დარჩენილი 20-დან 25%-მდე. და ნახეთ ახლა რა ხდება, როდის ავწიე მე ჩემი stop loss-ი მაღლა. ჩემი stop loss-ი მაღლა ავწიე მას შემდეგ, რაც ესე ვთქვათ, ჩემი მესამე take profit-ი დაფიქსირდა და ნახეთ ახლა რა ხდება. რატომ გავაკეთე მე ეს? მე ვხედავდი რომ ჩვენ გავაკეთეთ higher high-ები და higher low-ები და ჩვენ აქ დავარეჯექტეთ 4 საათიანზე
high time frame level. რაც ნიშნავს იმას, რომ აქ შეიძლება ბევრი შორტერები შევიდნენ შორტში და შეიძლება ფასმა გააკეთოს დიდი დროპი, რაც აქ დავინახეთ რა თქმა უნდა, ხო? მე შემეძლო ამ ერთშია რომ stop loss ისევ ადგილზე დაყენებული იყო, იმიტომ რომ მე ვიცოდი რომ ეს ადგილი შეიძლებოდა გატესტილიყო, მაგრამ ესე ვთქვათ, არ შევინარჩუნეს ჩემი stop loss-ი აქ დავირჩიე, რომ ჩემი stop loss-ი ამომეტანა აი აქ და ზუსტად აი აქ გავისტოპე. აი ამ სანთელმა გამსტოპა აქ პროფიტში, ეს იყო ჩემი მეოთხე take profit-ი, იმიტომ რომ როცა შენ ისტოპები პროფიტში, ესეც take profit-ი გამოდის. და ნუ კიდევ ერთხელ შემეძლო მე დამეტოვებინა, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ეს ადგილს უნდა გატესტილიყო, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ჩვენ 4 საათიანს დავარეჯექტებთ ამას და წამოვიდო და ბაზარი ქვემოთ, მე უკვე აღარ მენდომებოდა ამ ტრეიდში ჯდომა და ჩემთვის სასურველი იქნებოდა რომ დამეფიქსირებინა მოგება. რა თქმა უნდა, ყოველ ტრეიდში მეგობრებო და ყოველ კონსტრუქციაში სხვანაირად არის ყველაფერი, გააჩნია რა ადგილზე იმყოფები, რა ტრეიდში ხარ, როგორი სენტიმენტი არის ბაზარზე და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მე ჩვენ ვიმყოფებოდით სუპორტზე უფრო გაბედულად შეგიძლია ხოლმე შეხვიდე ლონგში. ესე ვთქვათ, შეგიძლია დაელოდო 2-3 take profit-ს ხოლმე, სანამ შენ გადახვალ, სანამ შენ stop loss მაღლა იტან break-even-ში ან თუნდაც profit-ში, ხო? მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მე აქ ვიქნებოდი, აქ ავიღებდი shorts, მაგრამ ეს იქნებოდა ძალიან double time frame-ზე scalp-ი და იქნებოდა პირველივე შანსზე, მაგალითად აქ რომ ამიღო, შეიძლება პირველ take profit-ზე ჩამომეტანა ჩემი stop loss-ი, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ძალიან სარისკო ტრეიდი, მაგრამ ეს ტრეიდი, რომელიც მე ავიღე ლონგი, არ იყო ძალიან სარისკო, ეს იყო ასეთუფი, არ იყო A++ ეთუფი, იყო ჩვეულებრივად ასეთუფი, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩემი stop loss-ი ძალიან მალე არ ამეტანა მაღლა, დაველოდე რომ დაფიქსირებული იყო ჩემი take profit-ები და მხოლოდ მას შემდეგ გავიტანე ჩემი stop loss-ი. მაგრამ საშუალოდ რომ გადავხედოთ მეგობრებო, ჩემ დღიურს ყოველთვის მე ვარ take profit-ის შემდეგ ან break-even-ში მაქვს ხოლმე, ან profit-ში, რა თქმა უნდა, გააჩნია როგორ გამოიყურება კონსტრუქცია, მაგრამ თუ რა თქმა უნდა ავიღე trend reversal-ზე ძალიან სახიფათო ტრეიდი, მაგ შემთხვევაში შეიძლება რომ პირველ take profit-ის შემდეგ ეგრევე ჩამოვწიო ხოლმე stop loss-ი break-even-ში, მაგრამ მანაც უკვე სხვანაირი სტრატეგია მაქვს, თუ ძალიან სარისკოა ტრეიდი, ეგ ნიშნავს იმას, რომ ძალიან დიდი მოგება შეიძლება დაფიქსირდეს და მაგ შემთხვევაში ხოლმე პირველ take profit-ზე 20 და 25%-ის მაგება თუ აფიქსირებ ხოლმე 40-დან 50%-ს და შემდეგ უკვე stop loss-ი მაქვს ჩამოტანილი break-even-ში და შემდეგ უკვე აღარ მაინტერესებს ფასი რამხელა მოგებას დააფიქსირებს, თუ გამსტოპავს, თუ დააფიქსირა და თუ ჩემ მხარეს წავიდა და ეგეც წავიდა საერთოდ ტრეიდი მქონდა დადებული, დაფიქსირდება ძალიან დიდი მოგება, მაგრამ თუ გავისტოპე, მაინც მინიმალურ ესე ვთქვათ მოგებაში გამოვალ. ანუ ყოველთვის სხვადასხვანაირი სტრატეგია არის მეგობრებო, ეს არის ჩემი სტრატეგიები თუ როგორ უყურებ სხვადასხვა ტრეიდს, რა თქმა უნდა, ყველა ტრეიდი არის უნიკალური და ვერ გექნება ერთი და იგივე წესი ყველა ტრეიდისთვის. ეს ლოგიკურიც არის, იმიტომ რომ თუ სხვანაირი ტრეიდებს იღებ ხოლმე, სხვადასხვა ადგილას იგივე კონსტრუქცია რო ამიღო, მაგალითად, ეხლა რეზისტენტზე აი აქ, რა თქმა უნდა, ჩემ stop loss უფრო სწრაფად ავწევდი, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა მაგალითად high time frame support-ზე ვზივართ, სადაც რა თქმა უნდა ბევრი მყიდველები არიან, ხო? მაგრამ იგივე კონსტრუქცია რო ამიღო, მაგალითად, აქ, რა თქმა უნდა, ძალიან მალე ავწევდი ჩემ stop loss profit-ში ან break-even-ში, იმიტომ რომ ტრეიდი იქნებოდა უფრო სახიფათო, იმიტომ რომ მე ტრენდის საწინააღმდეგოდ ვაჭრობ, ესე ვთქვათ, მე ვარ რეზისტენტზე და რეზისტენტზე ვლონგავ, რაც რა თქმა უნდა არც თუ ისე ჭკვიანური არის, ხო, მაგრამ თუ შენ კონსტრუქცია გაძლევს ამისუფლებას, რა თქმა უნდა აიღო ხოლმე ესეთი ტრეიდები და ხშირ შემთხვევაში ეგეთი ტრეიდები იძლევიან ყველაზე დიდ პროფიტს ხოლმე. მაგრამ რა თქმა უნდა, მაგ დროს stop loss-თან სხვანაირად ვიყენებ ხოლმე stop loss და stop loss-ი უფრო სწრაფად ჩამომაქვს ხოლმე break-even-ში ან profit-ში, ვიდრე ესეთ ტრეიდში, როგორც მაგალითად ეხლა მაქვს. იმედია მეგობრებო, დაგეხმარათ ჩემი ვიდეო stop loss-თან დაკავშირებით, თუ გაქვთ რაიმე კითხვები, აუცილებლად დასვით კომენტარებში, ან შემოდით Discord-ზე, რომლის ლინკიც არის აღწერებში, იქ დასვით კითხვები და დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად დაელაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.